ფინანსური პოლიცია ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში ჩვენი ინფორმაციით უკანონო კოლ-ცენტრებს ეძებდა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 3 კომპანიის ათობით თანამშრომელი, ამოიღეს ელექტრონული ტექნიკა და დოკუმენტები და მათ შორის კომპანიის თანამშრომლებს ჩამოართვეს პირადი მობილური ტელეფონებიც კი, შემდეგ კი ყველა მათგანი გადაიყვანეს გამოკითხვაზე. თანამშრომლებთან არსებობდა კითხვები მათ საქმიანობასთან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების და გადასახადების თავის არიდების მუხლით, თუმცა დღეს ჩვენ როდესაც ვცდილობთ რომ ინფორმაცია მოვიპოვოთ საგამოძიებო უწყებისგან, ისინი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დამატებით ცნობებს არ ავრცელებენ. ამოღებული ტექნიკის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებენ ბიზნეს ცენტრში, ამბობენ რომ ჩხრეკა დაახლოებით შუადღეს 3 საათზე დაიწყო. ფინანსური პოლიცია 3 კომპანიაში ერთდროულად და მოულოდნელად შევიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ათვალიერებდნენ მთელს ტერიტორიას ბიზნეს ცენტრში, რომელიც ტაბიძის პირველ ნომერში მდებარეობს. არის სულ 4 კომპანია და აქედან 3 კომპანია იყო სწორედ გამოძიების ინტერესის საგანი. მაშინ აქ იყო ფინანსური პოლიცია შემოსული, როგორც შეგიძლიათ ეს ამბავი რომ დაგვიდასტუროთ? კი, იყო შემოსული ფინანსური პოლიცია. სხვა დანარჩენი დეტალები შეგვიძლია არ ვიცნობილი. რასთან დაკავშირებით ხომ არ იცით? რას ეძებდნენ, რა წაიღეს? არა, არაფერი არ ვიცი ამჟამად. ერთადერთი ტექნიკა იყო გატანილი, სხვა დანარჩენი არაფერი არ ვიცით. რა დაწესებულებები და ორგანიზაციები აქ? სხვადასხვა კომპანიებია ბიზნეს ცენტრში შემოსული. ასეც რომ კოლ-ცენტრს უკავშირდება და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? არა, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. არაკანონიერი საქმეა. არა, ჩვენ კონფიდენციალურობაში ვიღებთ სამწუხაროდ და არაფერი არ ვიცით. ანუ საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი იცით ამ კომპანიას. ელექტრონული ტექნიკა, ლეპტოპები წაიღეს და კომპიუტერები, რომელიც აკეთებდა პირადი კომპანიებს. ადგილზე ხომ არ დაუკავებიათ ხომ გამოკითხვაზე. თქვენთვისაც არანაირი კითხვა არ დავუსვით, ხო? რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დაახლოებით ეს შრეკა? ალბათ 3-4 საათის განმავლობაში. კი ბატონო, დღესაც იყვნენ გამოძიებლები? არა, არავინ არ ყოფილა. დაუქვია ახლა რომელი ოფისი, საიდანაც წაიღეს ეს ტიპები, თვითონ ფინანსურმა პოლიციამ დაუკა. შესაბამისად დღეს არ მიზუან ეს ადამიანები სასწაულში. არა. ტურისტული კომპანია, საინვესტიციო ჯგუფი და ნავთობის და გაზის აზერბაიჯანული კომპანია. ეს არის ოფისები, რომელიც გამოძიების ინტერესის საგანი გახდა. სწორედ ამ 3 ოფისში შევიდა გუშინ ფინანსური პოლიცია და მათი დოკუმენტებით, ელექტრონული ტექნიკით, ლეპტოპებით და კომპიუტერებით დაინტერესდა. შენობა, რომელშიც აღნიშნული კომპანიები მდებარეობს, არის ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის, ის არის ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენი. ბიძინა ევანიშვილს ხშირად საჯაროდ უჭერს მხარს, მათ შორის ხშირად ჩნდება შეხვედრებზე, როდესაც ირაკლი კობახიძე ხვდება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. ჩვენ ბუნებრივია ვცდილობდით მიგვეღო ინფორმაცია ლაშა პაპაშვილისგან იმასთან დაკავშირებით, რეალურად რას საქმიანობენ ის კომპანიები, რომლითაც ფინანსური პოლიცია დაინტერესდა, თუმცა ის დღეს არც ჩვენ სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. ჩვენ საფრთხეში უშუალოდ არის, მან შესაბამისად არ ვიცი ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია თვითონ პოლიციას. იყვნენ ჩვენს ბიზნეს ცენტრში, თუმცა ჩვენს ოფისში არა. რომელ ოფისებში იყვნენ შესული, იცით? სულ 4 კომპანიაა, ხო, როგორც ვიცი ამ ბიზნეს ცენტრში? ესეც არ ვიცი, იმას არ ვიცით, არაფერი არ ვიცი. იცით რა საქმიანობენ დანარჩენი კომპანიები? არა, ერთ-ერთი ვიცი, ერთ-ერთი ტურისტული, დანარჩენი არ ვიცი. ფინანსურმა პოლიციამ საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია დასრულდა ბიზნეს ცენტრში, თუმცა ის მოულოდნელად გააუქმეს. დღეს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე იმასთან დაკავშირებით, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და უკავშირდებოდა თუ არა სწორედ აღნიშნული ბრიფინგი იმ სპეცოპერაციას, რომელიც ტაბიძის პირველ ნომერში ჩატარდა, უკვე ფინანსური პოლიცია აღარ პასუხობს.